აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს განაგრძობს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ამჯერად დიომედის ფოთის ფილიალს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად სტუმრობდა. გიორგი ჯინჭარაძე პოლიკლინიკაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ დევნილების სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. შეხვედრას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ დიომედის გენერალური დირექტორი ნადია ფარცვანია ესწრებოდნენ. იმყოფებოდით ფოთში, სადაც შევხვდით ჩვენს დევნილ მედიკოსებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებიან ჩვენ დევნილ საზოგადოებას, ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მათგანს. აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის დევნილთა პოლიკლინიკების ინფრასტრუქტურული განვითარება, რათა ჩვენ მედიკოსებს საშუალება მიეცეთ ღირსეულ გარემო პირობებში შეძლონ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება. შეხვედრამ ჩაიარა საკმაოდ ნაყოფიერად, დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, შეხვდა ჩვენს სამედიცინო პერსონალს, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი სამედიცინო დაწესებულება და დავსახეთ სამომავლო გეგმები.